დღეს გადაცემაში ისევ ზამთარში ვბრუნდებით. მაშინ, როცა ვახო მოგზაურობას იწყებდა. პატარა სვანი და დიდი სვანი სვანეთში. ვახო მესტიაში ალბათ გადაყვება კუბდარების ჭამას. კალმახის კუბდარი არის აღმოჩენა. გადაწყვიტე რომ მოვიწყო სვანური გაწყობა აქ. ქიში სვანური არომატი. მოკლედ, ჩემი მშობლიური სამეგრელოდან ვახო თავის მშობლიურ სვანეთში ავიდა. ამ შემთხვევაში შვილიც თან წაიყვანა და სანამ კუბდარის საუკეთესო მცხოვრებელს მიაგნებდა, იქაური ქუდით დაიხურა. ჩემთვის და აი მაშკაც. წვანე არა აქვს. ეს პატარა ზომა თუ დიდი ზომა? არა, პატარასთვის აღარ. პატარასთვის ეგ მე. ეს კარგია, ხო? მამა. გიხდება? ძალიან კარგი. კიდევ რა მინდა, ის რამე ჭურჭელი მინდა თამთა სწავლობა. სვანური თემატიკით. ეს რა არის? ეს ნახე ბორჯღალო. ეს არის სვანური ხენაკეთინივთი, ანუ ჯამი. ჩირი და რაღაცებისთვის, გვინეულებისთვის ერთადად. და ეს არის ბორჯღალო, ანუ ადრინდელი სვანური. ცისთავყანისებრებიდან და წარმართულიდან არის ეს ხარისთავია. ხარისთავი, ხო. და ეს გამოისახება ავეჯზე და ჭურჭელზე, ანუ სვანურ ჭურჭელზე და გადასარევი, ხო, კი, ძალიან მაგარია. სპორტჟღალო ძალიან მიყვარს. ეს უფთა სვანური ადგილობრივი ნამუშევარი ხელნაკეთი, ხო? ამას ავიღებ აუცილებლად. ხო, ავიღოთ. ავიღოთ. კიდევ რამე მინდა, აი სალობიეს გავს. ეს არის სალობიე. აჰა. თიხის ამანახე. აი აქედა ლობიო. შეხო გიყვარს ლობიო. თიხიდან განსაკუთრებულია, ხო. მოდი ამას ავიღებ. აუცილებლად. მამა წავედით, მამა. დიდი მადლობა. მადლობა, როგორ არის სვანურად? იოსხარი. იოსხარი. მადლობა, იოსხარი. წავა. წავა, ეხლა თოვლში გავიდეთ. მოდი სელფი გადავიღოთ, თამთას გავგზავნოთ, ხო? გავიდე. ხო. გავა კამერა შეიხედება. წავიდით, მა. წავა და ძაღლებით წამოლა. პატარა სვანი და დიდი სვანი სვანეთში. ვახო მესტიაში ალბათ გადაყვება კუბდარების ჭამას. რატომაც არა, კუბდარი ეს არის ყველაზე გემრიელი რამე, რაც შეიძლება გამოგივიდეს ორი ინგრედიენტისგან, მხოლოდ ხორცისგან და ცომისგან. მეც მაქვს ხორცი, მექნება ცომიც და კიდევ ბევრი სხვა ინგრედიენტი, მაგრამ მე არ ვაპირებ კუბდარის მომზადებას. ჯერ ვამზადებ ცომს, მარგარინი. რა თქმა უნდა, ტრადიციული კუბდარის ცომი მარგარინით ამზადდება. ფქვილი თავისთავად, მარილი. 300 გრამი ფქვილი და 250 გრამი მარგარინი. უნდა კარგად ერთმანეთში ავზიოთ. მივიღეთ აი ესეთი ფხვიერი მასა. ეხლა დაგჭირდება წყალი. 300 გრამ ფქვილზე დაახლოებით 100 მილილიტრი წყალი საკვარისი იქნება. ცომი მზად არის, ცოტა ხანი დავასვენოთ და პარალელურად მოვამზადოთ
შიგ თავსი. რაც უფრო ჭრელი იქნება, უკეთესი გამოვა თვითონ შიგ თავსი. წითელი ბულგარული 2 ცალი. მწვანე ბულგარული. სტაფილო. დავანაწევროთ ისე რომ გაუტოლდეს ბულგარულებს. ნახევარი ხახვი. მწვანე ხახვი. არ დაგჭირდება ეს თეთრი ძირები, მხოლოდ მწვანე ნაწილი. ცოტა ქინძი და პიკანტურობისთვის მწვანე წიწაკა. ბოსტნეული მზად არის. შეგვიძლია დავჭრა ხორცით. ზედმეტი რაღაცები ავათალოთ, ჩვენ გვჭირდება საქონლის რბილი. 150 გრამი ხორცი საკმარისი იქნება ერთი პორციისთვის. ვაერთიანებთ ხორცსაც, ბოსტნეულსაც. ეხლა ცალკე ვამზადებთ აი ამ ყველაფრის შემკვრელ მასას. 2 ცალი კვერცხი, 100 მl ნაღები. და უკვე გავაერთიანოთ ეს ორი მასა ერთმანეთში. მზად არის და ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ინგრედიენტი. სვანური მარილი. აი ამითი მინდა გამოვეხმაურო ვახოს სვანეთში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რამეს უხდება სვანური მარილი. ამის გარეშე ეს კერძი ვერ შედგებოდა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მე მგონი უკვე შემიძლია გითხრათ რას ვაკეთებ. რო არ გეგონოთ, რომ უმი კვერცხით და უმი ხორცით ვამზადებ სალატს. ეს იქნება ქიში სვანური არომატით. მასა მზად არის. ტარტის გამოსაცხობი ფორმა. ცომაც კარგად დაისვენა, გახდა ელასტიური, ადვილად მუშავდება. გადავანაწილოთ. ამ სითხის არ შეგეშინდეთ. აქ არის კვერცხი, რომელიც შემდეგ გამოცხება და პირიქით შეკრავს მასას. ვაცხობთ 170 გრადუსზე 40 წუთი. ქიში სვანური არომატით. ცომი, ქვილი 300 გრამი, მარგარინი 250 გრამი, 100 მl წყალი და 2 გრამი მარილი. შიგ თავსი, საქონლის რბილი 150 გრამი, 2 ცალი კვერცხი, 100 მl ნაღები, წითელი ბულგარული 2 ცალი, მწვანე ბულგარული 1 ცალი, 1 ცალი სტაფილო, ნახევარი თავი ხახვი, მწვანე ხახვი ნახევარი კონა და ქინძიც ნახევარი კონა. 1 ცალი მწვანე წიწაკა და სვანური მარილი გემოვნებით. ქიში სვანური არომატით მზად არის. რა თქმა უნდა, ნორმალური ადამიანები დაელოდებოდნენ, სანამ გაცივდებოდა ეს ქიში და მერე ამოიღებდნენ ფორმიდან. მაგრამ მე არ ვარ ნორმალური, ძალიან მშია, ძალიან მაინტერესებს როგორი გემოქს და ეხლავე უნდა გავსურვდე. ცხელია.
ხორცი გამოვიდა იდეალურად რბილი. ძალიან დატვირთული გემო აქვს და სვანური მარილი სუსტად მოუხდა. ძალიან კარგია. ეხლა სვანეთში კიდე ჩემზე უფრო არანორმალური ვახო. ალბათ მოამზადებს კუბდარს. ერთ ტრადიციულს და მეორე საკმაოდ უჩვეულოს, მაგრამ მაინც ტრადიციულს. ცივ და თოვლიან მესტიაში ვახო ყველაზე თბილ ადგილას დაბინავდა. მე-14 საუკუნის მაჩუბში. ისტორიულად სვანები მთელ ზამთარს აკატარებდნენ. და ცივა. მაგრამ აი ამინდია. დავიწყოთ. რას ვაკეთებთ პირველად? კოპტარს ავხთ. შენ ხორცი დაჭერ. ხორცს დავჭრე. მე ხავს დავჭრე. ეს იყო სამზარეულოც. ტრადიციული სვანური კერძები სწორედ აქ, შუა ცეცხლზე გახურებულ ქვაზე მზადდებოდა. ასახის კუბდარებს ვაკეთებთ ჩვენ. ეხლა ეს ჩვეულებრივი ტრადიციული კუბდარს ვაცხობთ. საქონლის ხორცის კუბდარს და კალმახის კუბდარს. და რა არის ინგრედიენტები? ინგრედიენტი ხორცი, ხახვი, სვანური მარილი და გიცრული. გიცრული ეს ფაში რომ გიცრული. მიდია და კრეფავე, ხო? და სადაც კამის შემცვლელია, ხო? ხო, თუ ეს არ აქვს, მაშინ ხმალ კამას უკეთებთ. კამის თესლს. სხვა ინგრედიენტები რა შედის? კალმახის კუბდარში მარტო მარილი. ჩვენთან კუბდარი ცხებოდა კეცზე, ცხებოდა ოჯახის წევრზე სათითაოდ თითო კუბდარი, ესეთი საშუალო კუბდარები ცხებოდა. ეს იყო შენი კუთვნილი იმი დღის ნორმის შეჭამანდი, ხო? შეჭამანდი. ჩვენთან კუბდარს არ ჭრიდნენ. ზედაკანსაც. ეს იგი კუბდარი იყო ზედაკანს აჭრეთ და მე პურით. კი, პურით ჭამთ. და კუბდარი თვითონ თავის წვენში ხორცი იხარშებოდა თავის ცხომში უნდა მოხარშულიყო და იხარშება ესე თუ თხება კუბდარი თავის რა? არა უნდა კუბდარში ხორცი მალე იხარშება 15-10 წუთი საკმარისია კუბდარი არის ცეცხლით რა? კი აი ცეცხლი ეხლა ამდენი ხორცთან ამდენი კუბდარი გავა ოხუშ ეშხუ მომიხდი ეშხუ ერთი ხო თვითონ საქონელის ხორცი სუქანი ხორცი უნდა გქონდეს ჭლე არ შეიძლება ცოტა თავისი მუცლის ქონს რო ეძახი ის უნდა გქონდეს აუცილებლად კუბდარს და ცხიმი არც კარაქი არც ერთი ასეთი მაგვარი ამაფერი არ უნდა თუ გვაქვს რაღაცა ნახარში ხორცის აი იმას უკეთებთ თვითონ და ამით უკეთდება ჩვენი კუბდარი ეჯაირ მამგუღე რას ნიშნავს? ის რო არ გვაქვს? რა? ქვასანაკი. ფილთაქვა. რისთვის? ნიურისთვის. ნიოს მე დავჭრე. თქვენ რა მაგრა ჭრით? ფილთაქვა არა მაქვს. ფილთაქვის. ფილთაქვის არომაც ჩავაყოლე. დაღեղილი წიწაკაცო გემოს მიხედვით სვანური მარილი ეს გიცრული ჩვენთან ხელით ვსრისავთ სვანურად როგორაა სრესვა ლიბრინგვია სვანურად სრესვა ლიბრინგვე მარილი ეს ახლა მივა ლიბრინგვე ფამას ლიბრინგვე აცილებლად მოდი უცხოსუნრიც გავუკეთოთ ცოტა ქინძიც გავუკეთოთ რა კაი არომატები წამოვიდა ცომს როგორ ამზადებთ ჩვეულებრივად როგორც ხაჭაპურის ცომი ცხება ისე საფუარზე დამზადებული ცომი მარილი წყალი საფუარი ამის გაიმ ჟირაჩო აი გეხა რა თქვი ვერაფერი ვერ გავიგე აპარისი სვანი ხარ ვახო ვახო აი ისეთი რომელიც სვანჩი ამოდის და სწავლა უნდა
რა თქვით, რა კარგი ცომი გამოვა? კაი ცომი გამოვა ხო? აჰა. კაი. ვაცალოთ ახლა ამ ცომს ცოტა ხანია ეს ამოვა, ცოტათი უნდა ამოვიდეს აუცილებლად. არ უნდა იყოს გადამჟავებული კუბდარისთვისაც ეს ცომი და დავიწყოთ კუბდარის დაწყობა. ჩვენი ცომიც ამოფუვდა. აჰა. უკვე ამოგვიფუვდა ცომი, კუბდარისთვის გავამზადოთ. გავყოთ ხო ეს? გავყოთ. გუნდებათ. გუნდება გავაკეთოთ. შენ ხო არ ცდი კუბდარის დაწყობას? სიამოვნებით, აბა. მოხელა გზა გამოვიარდა, კუბდარი აღარ გამოვაც ხო? ხო. მოდი ამასობაში მე კალმახს დავჭრი. გავამტყუდა საშუალო სისქეზე. ხო. იმიტომ ჩვენთან კუბდარი თხელი არ ცხობა, ხო, სქელი უნდა იყოს. აი კუბდარი, სქელი უნდა იყოს, რა წვენი აქვს შიგნით. ლასქელიც არა. მიდი ვავწესებ დაჯექი გათბი და მეც ახლა თევზი მზად გაქვს, ხო? თევზი მზად აქვს. ამას მარილის მეტი არაფერი არა, მარტო თეთრი მარილი. თეთრი მარილი, აჰა. თეთრი მარილი. აი ეგეთ ცომი. აუ რა გემრიელია, აი როგორ მინდა ამის გასინჯვა ახლა. ძალიან. ყოფა. შეუყრათ პირი. მე კალმახისას ავიღე. შენ კალმახისას წაიღე, მე კუბდარი წავიღოთ. მაგრამ ფქვილი მოვაკვიროთ. ხო, ძილი უნდა. წავედით? წავედით. 15 წუთი მაინც. 15 წუთი უნდა. საქონლის კუბდარი, საქონლის ხორცი, კილონახევარი, ხახვი 2 ცალი, ნიორი 5 კბილი, დაღერღილი წიწაკა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, გიცრული და სვანური მარილი გემოვნებით. კალმახის კუბდარი, კალმახი 1 კილოგრამი, მარილი გემოვნებით. ცომი, ფქვილი 2 კილოგრამი, 15 გრამი საფუარი, წყალი 1 ლიტრი, მარილი 2 გრამი. ბახო მორჩი გადასუფთავებას. კი, მორჩი, აი. ეხლავე. კუბდარი. შემოუჭრა ზემოდან. შემოუჭრა ზემოდან აუცილებლად პირი მოხადე. რამენდი იქნება, მა? ო, ოქროები იქნება შიგნით, მაგრამ. ბრილიანტები. ხო. ეს რისია? ოღონდ დახევრად კუბდარია, ეს ჩვეულებრივი კუბდარია. მაგარი იყო. ცალბაგარია. ეს იქნება ხორცი. თევზის არ იქნება. აი ეს. გითხარი. მართალი ხარ, ბაბა. პურთან ერთად გაჭირდა. პურთან ერთად, აი ეს. მე ხორცსაც შევჭამ და თევზასაც. აი. ვარ გავახო. გამოვდგებით? აუ, კალმახის კუბდარი არის აღმოჩენა. მაგარია? კი. ჩვენ სვანური რესტორანი უნდა გავხსნათ თბილისში. მე რადგანაც ახლა არ ვარ სვანეთში, გადავწყვიტე რომ მოვიწყო სვანური განწყობა აქ ჯინჯერის ნამცხრით. გვაქვს კოშკის კედელი. შემდეგ მოამზადეთ თავის ერთი ნაწილი მარტო და შემდეგ მეორე ნაწილი, რომელიც დაიჭერს სახურავს. ბოლოს გავაკეთე სახურავი, რომელიც ემთხვევა კოშკის თავის აი ამ ნაწილის ზომას. საინტერესო ნაწილი. ვამზადებ სვანური კოშკისთვის ცომს. დამჭირდება ჯამი. ვადნობთ 150 გრამ კარაქს. 250 გრამ ყავისფერ შაქართან ერთად.
სანამ შაქარი ბოლომდე გადნება კარაქში, მანამდე მოვამზადოთ და გავაერთიანოთ მშრალი ინგრედიენტები. 600 გრამი ფქვილი, ცოტა მარილი, მშრალი გახეხილი ჯინჯერი, დაახლოებით 2 გრამი, ცოტა დარიჩინი, დავუმატოთ ცოტა თაფლი, დაახლოებით 40 გრამი, ცოტა წყალი, წყალი ფქვილს უნდა დავუმატოთ დაახლოებით 100 მილილიტრი, მაგრამ შეიძლება დაჭირდეს ცოტა მეტი. ეს არის ფქვილზე დამოკიდებული. მთავარია მივიღოთ მყარი ისეთი მაგარი ცომი. აი ესეთი ცომის გუნდა გამოგვივიდა, რომელიც 20 წუთი მაინც უნდა დავასვენოთ, სანამ გავაბრტყელებთ. იმიტომ რომ საკმაოდ წელვადი ცომია და უბრალოდ არ დარჩება იმ ფორმაზე, რომელიც გვჭირდება. ცომა დაისვენა და ეხლა ვაგრძელებთ კოშკის შენებას. ამოვჭრათ პირველ რიგში კედლები. კოშკის 4-ვე კედელი მოვჭით, შეგვიძლია გამოვაცხოთ და სანამ ცხება, მოვამზადოთ კოშკის ზედა ნაწილი. ცხება 200 გრადუსზე 10-15 წუთი. ვაგრძელებთ. გამოცხვა. იდეალური გამოვიდა. არც ამობურცული არ აქვს არსად, ყველგან არის ერთნაირი ეს ცომი და სანამ ცხელია, მინდა რომ დავუმატო რამოდენიმე ფანჯარა. იმიტომ რომ მერე რო გაცივდება ეს ცომი, მერე უკვე ვერაფერს ვეღარ ამოვჭრით. აი გამოგვივიდა ესეთი კოშკის კედლები, ისეთივე მყარი და მაგარი, როგორიც არის თვითონ სვანური კოშკი. ოღონდ რა თქმა უნდა, ნამცხვისგან. ვაცხობთ ისევ 200 გრადუსზე 10-15 წუთი. ეხლა მოვამზადოთ თოვლი, ანუ ბეზე. გვჭირდება შაქრის ფქვილი და კვერცხი. ეხლა ამოყვანილ ცილას ვუმატებთ 100 გრამ შაქრის ფხვნილს. კარგად გასქელდა მასა. შეგვიძლია გამოვთოთ. მზად არის. დარჩენილი ფორმებიც გამოცხვა და შეგვიძლია უკვე აწყობა კოშკის. დავიწყეთ აწყობა. აქ მაქვს ესეთი ერთჯერადი კრემის ქისა, რომელშიც გადმოვიტან ჩემს თოვლს და თან ცემენტს.
ზადა, მაგრამ სვანეთში ახლა მეტი თოვლია და მეც მეტი თოვლი მინდა. სვანური კოშკი, ნამცხვარი. მოამზადოთ ცომი. ქვილი 600 გრამი, კარაქი 150 გრამი, 250 გრამი ყავისფერი შაქარი, თაფლი 40 გრამი, 100 მილილიტრი წყალი, შრალი ჯინჯერი 2 გრამი, დარიჩინი 2 გრამი და მარილი 2 გრამი. ბეზესთვის დაგჭირდება შაქრის ფხვნილი 100 გრამი და 2 ცალი კვერცხის ცილა. და ხვალ, როცა ვახო ისრიალებს სვანეთში, თოვლში, აუ, სია. მომზადებს ჭიშტვარს და გასიჯავს თაშმიჯებს. კარტოფილისავი თარი. იმას უხარი კიდევ ერთხელ. მეც მექნება ჩემი სვანური კოშკი. აი აქ სამზარეულოში. თუ თოვლით.